და ეს ადამიანი 38 წელი იწვა აი ამ ტყვის პირას და როდესაც იესო მივიდა და კითხა გინდა რომ განიკურნო მან უთხრა რომ აი ადამიანი არ მყავს რომ ხელი მკრას და ტბაში ჩამაგდოს თვითონ ვერ იძლეოდა აი ესე დღეში იყო ცოდვით დაცემული ეს არის სიმბოლო სახე ცოდვით დაცემული კაცობრიობის რომელიც იქნა განდევნილი სამოთხიდან რომელსაც ადამიანი არ ყავდა არავინ ვინც ხელს კრავდა და ისე სასופველოში შეაბრუნებდა და ეს იყო იესო ქრისტე რომელიც მოვიდა და რომელიც ამ ადამიანს უთხრა მე განკურნავ შენ ოღონდ მეტი ცოდვა აღარ ჩაიდინო მეც ნუღარ სოდავ ეს რას ნიშნავს ეს იმას ნიშნავს რომ ცოდვების შედეგი იყო ის რაც მან ჩაიდინა ცოდვების საერთოდ ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება პირდაპირ კავშირი ვერ დავინახოთ მაგრამ ნებისმიერი ავადმყოფობა ცოდვის შედეგია და განკურნა უთხრა ადექი აიღე შენი საწოლი შენი საკაცე და წადი განკურნებული ხარ ოღონდ მეტი ცოდვა აღარ ჩაიდინო და როგორც კი ეს ადგარა წავიდა რადგან შაბათი იყო ებრაელები მივიდნენ და უთხრეს შაბათს არ შეიძლება ადგომა და საწოლის წაღება იმიტომ რომ ეს არის შაბათი და მე ასე მითხრა იმ ადამიანმა ვინც გამკურნა ვინ არის ის ადამიანი კითხეს ებრაელებმა მე არ ვიცი მისი სახელი და ამის შემდეგ იესო მონახა ეს მოძებნეს ადამიანი ტაძარში იდგა და მივიდა და უთხრა მეტი ცოდვა აღარ ჩაიდინო თორემ უარესი დაგემართება და მართლაც წავიდა ეს იმ წუთასვე წავიდა და იმ ებრაელებს უთხრა რომ ეს იყო იესო ვინც მე შაბათს გამკურნა და მითხრა რომ ადექი დაიღე დაასმინა ფაქტიურად დაასმინა იესო და ეს ერთ-ერთი ეს არის დასაწყისი იესოს ამ ესე იგი მსახურების პირველი პერიოდია და ერთ-ერთი პირველი იყო ეს როდესაც მიზეზი როდესაც ებრაელებმა დაიწყეს იესოს ძებნა და დევნა ვინ არის ეს ადამიანი ვინ შაბათს კურნავს ის კი არა რომ კურნავს შაბათს რატო კურნავს აი ეს არის უმადურება კაცობრიობის ეს არის ის რის გამოც იესო გააკრეს ჯვარზე და ეს არის აი ამ ადამიანის ერთი კონკრეტული ადამიანის საქციელი და მე გისურვებთ ყველას რომ იყოთ მადლიერები გახსოვდეთ სიკეთე რომელიც ჩვენ გაგვაჩნია საიდან არის ღვთისაგან ადამიანებისაგან და ყოველთვის იყოთ მადლიერები რომ აი ესეთი უმადურობა არ დაგვემართოს რაც სხვათა შორის ძალიან ხშირად ხდება